საიუბილეო კონცერტის დაბლოკვის შემდეგ რეჟიმი პაატა ბურჭულაძეს აჯარიმებს. მსოფლიო ბანკს საკუთარი დაბადების დღეზე გამართული საიუბილეო მსვლელობის გამო 5,000 ლარიანი ჯარიმა მიუვიდა. კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ. საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე. ასე გამოეხმაურა ბურჭულაძე დაჯარიმების ფაქტს და სამოქალაქო აქტივისტებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტი ნინი ჟიჟიაშვილი უფრო დეტალურად მოგვიყვება ფაქტისა და მომღერლის რეაქციის შესახებ. პაატა ბურჭულაძე მსოფლიო ბანი ამბობს, რომ იუბილე ოლიგარქმაც მიულოცა და სწორედ ახლა ამის გამო მას აქვს 5,000 ლარიანი ჯარიმა გადასახდელი, მაგრამ როგორც პაატა ბურჭულაძე ამბობს, ის სიყვარული და დაფასება, რაც გუშინ იგრძნო საქართველოს რიგითი მოქალაქეებისგან და მსმენელისგან ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს კონკრეტული ჯარიმა. პაატა ბურჭულაძის საცხოვრებელ სახლთან დღეს საღამოს მივიდა 3 პოლიციელი პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირი და გააცნეს ჯარიმის ქვითარი. საინტერესო არის ის, რომ ჯარიმის ქვითარში წერია, რომ პაატა ბურჭულაძემ გზა გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კეტავდა ის გზის სავალ ნაწილს. თუმცა როგორც მსოფლიო ბანი ამბობს, გუშინდელი მსვლელობის შემდეგ, რომელიც დაიწყო ჯერ ფილარმონიასთან და ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობასთან დასრულდა, ეს იყო მისი ბოლო გაჩერება. ის იდგა ოპერის შენობასთან, იქ შეხვდა ის მოქალაქეებს, რომლებიც მის მხარდასაჭერად მივიდნენ ადგილზე და მსვლელობაზე, იქ იღებდა ფოტოებს და ის არ გადაადგილებულა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაგრამ დღეს მასთან მისული სამართალდამცავების პასუხი იყო მხოლოდ ის, რომ მსოფლიო ბანკს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. როგორც მაყურებელმა იცის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა უარი თქვა პაატა ბურჭულაძისთვის მის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დარბაზის დათმობაზე, სივრცის დათმობაზე. სწორედ ამიტომ გუშინ შეიკრიბნენ პროტესტის მონაწილეები, მისი მხარდამჭერები, მისი მსმენელი. ეს შეკრების ადგილი იყო თავდაპირველად ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორია, მათ შემდეგ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და გაჩერდნენ ოპერისა და ბალეტის თეატრთან. 2025 წლის 12 თებერვალს გუშინ თბილისში პარლამენტის მიმდებარედ გადავიდით საავტომობილო გზის ზოლს. ეგ არის ხვილი. ეხლა ეთუცით რა. მე საერთოდ მე ვიყავი ოპერასთან. ოპერა რო ეწერო საქმე მაგას იმას ვიზამ. კი ბატონო, ანუ ეს საჯარიმო ქვითარი შეგიძლიათ თქვენ გადასაჭირო. ვინდა წერეს? შედგენილია უფლებოსილი პირის მიერ. ბიძინა ივანიშვილმა მომილოცა დაბადების დღე, იუბილე ვიცი რომ ძალიან გაუხარდებოდა ჩემი გუშინდელი ეს გადახდა და ამიტომაც ეხლა მაქვს 5,000 ლარიანი ჯარიმა. 5,000 კი არა, ბევრად მეტი ღირს ის სიყვარული, რაც მე გუშინ ხალხისგან მივიღე და დიდი მადლობა ყველა. 3 პოლიციელი იყო მოსული, მათი საცოდაობით დავიწვი მე, დაუხერხულად გზნობდნენ თავს, ხელი უკანკალებდა იმის ერთ-ერთ, ხელი უკანკალებდა ის. მე უთხარი იცით რა, მე არ ვცნობ თქვენ მთავრობას. თქვენ კი არა, ამ მთავრობას არ ვცნობთ კი და თქვენ მინისტრს გომილაურს მე არ ვცნობ. და რატომ უნდა მივიღო ეს თქვენგან? ვუთხარ, მე ხელი არ მოუწერე, ის ქაღალდი უბრალოდ ისე მომცა ერთი ქაღალდი ისე მომცა, რომ უარი ვერ უთხარნა, ეს ხელის კანკალით მომცა და გამოვარჩი რა არ დავარდნოდა რა. ჩვენ მართლები ვართ, ისინი გვებძვიან, რით სიმართლე იმათ მხარეზე არ არის, არაფერი იმათ მხარეზეა, ლეგიტიმური არ არიან ისინი ლეგიტიმად. ესე იგი რაღაც უნდა გააკეთონ, იმით რაც ჩვენ გაგვაჩერონ სულ ყველანი. ეს არის ჯარიმები ან ციხის შეჯდომა. როგორც ირკვევა, პაატა ბურჭულაძე არ არის გუშინდელი მსვლელობის ერთადერთი მონაწილე და ერთადერთი ხელოვანი, რომელიც დააჯარიმეს გზის გადაკეტვის გამო. ამ სიაშია მომღერალი ნინო ქათამაძეც, ის ბოლო პერიოდში უკვე მეორედ დააჯარიმეს გზის გადაკეტვის გამო და ასევე დაჯარიმებულია მწერალი თეონა დოლენჯაშვილიც. სოციალურ ქსელში წერენ ამის შესახებ ხელოვანები. თეონა დოლენჯაშვილი ამბობს, რომ მასაც სწორედ აი ამ ხერხით გააცნეს ეს ჯარიმის შინაარსი, მასთანაც საცხოვრებელ სახლში მივიდნენ პოლიციელები და გააცნეს ეს ქვითარი, ერთგვარი ქვითარი ჯარიმის და უნდა ვთქვათ აუცილებლად ისიც, რომ ეს არის ქართული ოცნების ახლა განსაკუთრებით პოპულარული რეპრესიის სახე, როგორც ჩანს.